ანაკლის სპორტი პროექტი, რომელიც დიდი გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზეა. ოპოზიციამ ბევრი ივაჭრა, სპეკულაციებსაც მიჰყო ხელი, ქვეყნის საწინააღმდეგო და ეკონომიკის დამაზიანებელი ნაბიჯებიც გადადგა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს იქნება პორტი სრულად ქართული სახელმწიფოს კუთვნილებაში. მილიარდიანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც წლებია ქვეყნის ეკონომიკური მომავლის ერთ-ერთ მთავარ შესაძლებლობად განიხილება. საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ანაკლის სპორტი სახელმწიფოს კონტროლით აშენდება. ანაკლის ღრმაწლოვანი პორტის პროექტის განხორციელება ახალ გადამწყვეტ ფაზაში შედის. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ნავსადგური მსოფლიოში კარგად აპრობირებული, ეგრეთ წოდებული ლენდლორდის მოდელით აშენდება. ეს ნიშნავს ერთ მთავარ მოცემულობას. სტრატეგიული ინფრასტრუქტურა 100%-ით სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება. სახელმწიფო თავად აფინანსებს და აშენებს ძირითად საპორტო ნაწილს, რაც სრულად გამორიცხავს სტრატეგიული ობიექტის გასხვისებას და უზრუნველყოფს, რომ ანაკლის სპორტი მოემსახუროს ექსკლუზიურად საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. აღნიშნული მოდელის ფარგლებში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ანაკლიაში მოხდეს ძალების გაერთიანება, არაერთი ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს ინტერესის გათვალისწინება, როგორც ოპერატორების ამ შემთხვევაში და აღნიშნული მოდელი მოგცემს შესაძლებლობას, რომ სატერმინალო ოპერატორებად გვყავდეს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების კერძო ოპერატორები და ერთიანი ძალისხმევით ანაკლია გავხადოთ საერთაშორისო ინტერესების, საერთაშორისო კაპიტალისა და საერთაშორისო ტვირთების თავმოყრის ცენტრი, რომელიც კიდევ ერთხელ იქნება ქართული პორტი, რომლის მფლობელიც იქნება სახელმწიფო. ლენდლორდ მოდელი, სადაც ინფრასტრუქტურა სახელმწიფოსია, ნავმისადგომებსა და ტერმინალს კი იჯარით კერძო საერთაშორისო ოპერატორები მართავენ. ანაკლის სპორტში ტვირთბრუნვის სტაბილურობის გარანტია. პორტში არაერთი, არამედ რამდენიმე საერთაშორისო ოპერატორის შემოსვლა მონოპოლიას გამორიცხავს, კონკურენციას გაზრდის, რაც პირდაპირ აისახება მომსახურების ხარისხსა და ფასებზე. მინდა ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკის მინისტრს უშუალოდ გადავხადო განსაკუთრებული მადლობა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ მიდგომით პროექტის გაგრძელება. ეს არის იდეალური მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ეროვნული ინტერესების მაქსიმალურად დაცვას და რომელიც ასევე უზრუნველყოფს პარტნიორების მრავალფეროვნებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოვიზიდოთ ტვირთები ანაკლის პორტში და ეს არის აუცილებელი ანაკლის სპორტის მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის. ბიზნესს კერძო სექტორი უნდა აკეთებს. შესაბამისად, სატერმინალო იქნება ეს თუ საკონტეინერო სერვისები, აქ უკვე კერძო ინვესტორები შემოვლენ, არ გაგვიკვირდეს, რომ ერთი პორტის ფარგლებშიც კი რამდენიმე ოპერატორი შემოვიდეს და მათ შემოიტანონ ნოვაციები, უფრო ეფექტიანად მართონ პორტი და ინვესტიციები, მაგალითად მექანიზაციის კომპონენტი შემოდის. ცხადია, რომ მექანიზაციაც არანაკლები ინვესტიცია, ვიდრე საკუთრი პორტის მშენებლობა და ინვესტორების შერჩევის კრიტერიუმები გაიზრდება, პალიტრა ინვესტორების გაიზრდება, სახელმწიფოს უფრო მეტი ინვესტორი ეყოლება ამოსარჩევი და საუკეთესო წინადადების გამოვლენისთვის არის საუკეთესო შესაძლებლობა. ამავდროულად კონტროლს ინარჩუნებს სახელმწიფო ისეთ სტრატეგიულ აქტივზე, როგორც გახლავთ ღრმაწლოვანი პორტი. ახალი მოდელის შერჩევა პირდაპირ უკავშირდება შუადერეფნის მიმართ გაზრდილ გლობალურ ინტერესს. რამდენიმე ოპერატორის ჩართულობა ნიშნავს იმას, რომ ანაკლის სპორტი შეძლებს სხვადასხვა საერთაშორისო მოთამაშეს ერთდროულად მოემსახუროს. ამ პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჩინეთიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან მომავალი ტვირთების მიღება და გატარება დასავლეთის მიმართულებით და პირიქით. აქ უნდა აღინიშნოს, რომ ინტერესი არის ძალიან მაღალი როგორც დასავლური კომპანიებიდან, ასევე ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, ცენტრალური აზიიდან და შესაბამისად ჩინეთიდან და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ყველა ინტერესის გათვალისწინებით ანაკლის ღრმაწლოვანი პორტი იქნება წარმატებული. ჩვენ ასევე გადავხედეთ ანაკლის განვითარების გეგმას, რაც გულისხმობს, რომ პირველი ფაზისთვის საგრძნობლად გავზარდეთ ტვირთ გამტარობა 1.5 მილიონი ტონიდან ჩვენ ნაყარი და გენერალური ტვირთები ავწიეთ დაახლოებით 10 მილიონ ტონამდე, რაც რა თქმა უნდა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ზოგადად კორიდორში დერეფანში ძალიან მომატებულია ტვირთბრუნვა და შესაბამისად ამ გაზრდილი ტვირთბრუნის გათვალისწინებით ჩვენ მზად უნდა დავხვდეთ. სანამ სახელმწიფო ახალი ძალებითა და 1.1 მილიარდიანი ინვესტიციით
ანაკლიის სპორტის მშენებლობის აქტიურ ფაზაშია, აუცილებელია გავიხსენოთ წარსულში. როგორც ჩააგდო პროექტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, როცა ინვესტორების მოზიდვა და კაპიტალის მობილიზება ვერ შეძლო და გადაწყვიტა საკუთარი კრახი სახელმწიფოსთვის გადაებრალებინა. წარუმატებლობა მათ საერთაშორისო არბიტრაჟშიც თანსდევდათ. პარიზსა და ვაშინგტონში ოპოზიციის ლიდერების 1,5 მილიარდიანმა სარჩელმა საქართველოს წინააღმდეგ კრახი განიცადა. მათ თავად მოუწია მილიონობით დოლარის გადახდა სახელმწიფო სასარგებლოდ. ამ გამოცდილების ფონზე კერძო სექტორისთვის დღეს მნიშვნელოვანი გარანტია, რომ პროექტს სახელმწიფო განახორციელებს. რეალურად სახელმწიფო არა მხოლოდ დეკლარირებულად იძახის, რომ მე ხარს უჭერ პორტის მშენებლობას, არა მხოლოდ მიწას გამოყენს მისთვის, თუნდაც მისასვლელ რკინიგზას და მისასვლელ გზასაც შენებს, არამედ ის თვითონ ხდება მთავარი ინვესტორი პროექტის და შემაფერხებელი და რისკის მატარებელი უკვე ინვესტორისთვის აღარ არის. და ამ მოცემულობაში, სწორედ საქართველოს მოცემულობაშიც მით უმეტეს, ღრმაწვოვანი პორტის სახელმწიფოს მიერ განვითარება არის სწორი გადაწყვეტილება. მსოფლიოში ნავსადგურების 2/3 სწორედ ამ მოდელით იმართება. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე სამხრეთ კორეა, სინგაპური, ევროპის მაგალითები, როგორც არის საფრანგეთი, როტერდამი და ასე შემდეგ. საერთაშორისო არბიტრაჟებში განცდილი ფიასკოს შემდეგ ის ძალა, რომელმაც ერთხელ უკვე ჩააგდო ანაკლიის პროექტი, დღეს თავს უფლებას აძლევს ახალი მოთხოვნა წამოაყენოს, რომ ანაკლიის სპორტი კავკასიურ კონსორციუმსა და უცხოელ ოპერატორებს გადაეცეს. ბელო ძლიერი საქართველო ამბობს, რომ ანაკლიის ღრმაწვოვანი პორტი უნდა გახდეს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი სტრატეგიული პროექტი. არის თუ არა ეს განცხადება ანტისახელმწიფოებრივი? გსურდა პასუხი ამ კითხვაზე განცხადების ავტორისგან მოგვესმინა, თუმცა ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად გეგელია კონტაქტზე არ გამოვიდა. სტრატეგიული ობიექტის უცხოელებისთვის გადაბარების მოთხოვნა ნიშნავს თუ არა იმას, რომ ოპოზიციას არ აქვს სხვა ხედვა, გარდა იმისა, რომ ქვეყანა მუდმივად გარემ მმართველობაზე იყოს დამოკიდებული. ჩვენს კითხვას ეკონომიკის მინისტრი პასუხობს. რა თქმა უნდა, არ არის გასაკვირი ოპონენტების მსგავსი, ასე ვთქვათ, ინიციატივები, იმიტომ რომ ისინი შეჩვეულები იყვნენ, არიან და ალბათ ყოველთვის იქნებიან, რომ გადაწყვეტილებები მიიღონ გარედან, ასე ვთქვათ, კარნახის საფუძველს. ამდენად ჩვენი ინიციატივა კიდევ ერთხელ გულისხმობს იმას, რომ ანაკლიის ღრმაწვოვანი პორტი ეს იქნება ქართული პორტი სახელმწიფოს მფლობელობის. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რამე თუ ანაკლიის ღრმაწვოვანი პორტი არის ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული ობიექტი. ოპოზიცია ცდილობს ანაკლიის სპორტის გარშემო მეზობელ ქვეყნებთან კოორდინაციაზე საუბარი ისე შეფუთოს, თითქოს ეს ახალი აღმოჩენა იყოს. სინამდვილეში სახელმწიფო უკვე წლებია მჭიდროდ თანამშრომლობს შუადერეფნის პარტნიორ ქვეყნებთან და სატრანსპორტო ქსელების სინქრონიზაციას ახდენს. მთავარი კითხვა დღეს ტექნიკურ და ფინანსურ მზაობას უკავშირდება, რათა 2029 წელს პორტმა პირველი ტვირთი მიიღოს. 1,100,000,000-დან დაახლოებით 700 მილიონი არის ის, ასე ვთქვათ, თანხის მოცულობა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან უნდა განხორციელდეს ანაკლიის ღრმაწვოვანი ნავსადგურის პროექტის განვითარებისთვის, რომელშიც შედის, რა თქმა უნდა, რკინიგზაც და გზაც და ცხადია, ჩვენ, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, მუშაობთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან იმისათვის, რომ შესაბამისი რესურსი გამოიყოს და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც იქნება შესაბამისი რესურსი გამოყოფილი იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, 2029 წლისთვის ჩვენ შევძლოთ პირველი გემის მიღება. ანაკლიის სპორტი არ არის იზოლირებული პროექტი. საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნის პარალელურად სახელმწიფო მილიარდ ლარს დებს საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციაში, რაც გულისხმობს 45 ახალი ლოკომოტივისა და 1500 ვაგონის შესყიდვას. იკვრება ერთიანი ლოგისტიკური ეკოსისტემა, რომელიც 2029 წლისთვის ქვეყანას 25 მილიონამდე ტონა ტვირთის გატარების საშუალებას მისცემს. ეს მასშტაბი კი პირდაპირ აისახება ქართულ ეკონომიკაზე და ბიზნეს გარემოზე. პრაქტიკულად ანაკლიის სპორტის ლენდლორდის პრინციპით განვითარების შემთხვევაში საქართველოს იქნება ალბათ უნიკალური ქვეყანა, რომელსაც ექნება ლენდლორდის მოდელით სპორტის ოპერირების შესაძლებლობა, ვინაიდან სახელმწიფო შეინარჩუნებს საკუთრებას. ფოთის სპორტი რო ავიღოთ, იქ სწორედ გახლავთ პირიქით მოდელი გვაქვს ჩვენ, როდესაც უკვე ლენდლორდი კერძო მესაკუთრე არის
და რა თქმა უნდა მისასალმებელია მაერსკის შვილობილი APM ტერმინალი, რომელსაც ზონდა მოაქვს. შესაბამისად, საქართველოს იქნება ის ქვეყანა, სადაც ყველა მოდელი საპორტო, გამართული ინფრასტრუქტურის ოპერირების იარსებებს. საბოლოო სურათი ნათელია. სახელმწიფო სტრატეგია ეფუძნება ეროვნულ ინტერესებს და რეალურ ეკონომიკურ გათვლებს, რომელსაც კერძო სექტორის სრული ნდობა აქვს. მის საპირწონედ კი კვლავ რჩება ოპოზიციის მორიგი, იაფასიანი სპეკულაცია და ტრაგიკომიკური ინიციატივები, ჩაგდებული პროექტებისა და წაგებული არბიტრაჟების შემდეგ. 2029 წელი ახლოვდება და ფაქტები აჩვენებს, რომ ანაკლიის პორტი აშენდება, როგორც დამოუკიდებელი ქართული ნავსადგური.